გამარჯობა, მე ომარი ვარ და მე Wild Dog-ის არხი მაქვს. და კი, AI-მ ნამდვილად მომატყუა. სულ მინდოდა ისე ეს გამეკეთებინა. ალბათ ყველა თქვენგანს ერთხელ მაინც უკითხავს AI-ისთვის ჯერ კვერცხი იყო თუ ქათამი. და კი, დღეს ამ ვიდეოში ვაპირებ ვისაუბრო ხელოვნურ ინტელექტზე. რა არის AI, რა შეუძლია მას, როგორ ვიყენებთ ჩვენ, როგორ მოქმედებს ხალხზე და ბოლოს რა მომატყუა ხელოვნურმა ინტელექტმა. ვიდეოს ინსპირაცია არის ცინკვესების ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც რობოტი მღერის თუ რასარგებლის მოტანა შეუძლია და რას ვაკეთებინებთ თითოეული ჩვენგანი და ვაგენერირებთ მას. ხო, ვაგენერირებთ, კი. თემა პირველი ეს არის რა არის ხელოვნური ინტელექტი და აქ მინდა მოკლედ და მარტივად უპასუხო, როდის ჩაეყარა საფუძველი, როდის შეიქმნა და როდის შექმნეს პირველი AI პროგრამა. საფუძველი ჩაეყარა 1950 წელს ალან ტიურინგის მიერ, რომელმაც პირველად დასვა კითხვა შეეძლო თუ არა მანქანებს აზროვნება. ამის შემდეგ 1956 წელს უკვე ჩამოყალიბდა და შეიქმნა ხელოვნური ინტელექტი, მის ფუძემდებლად ითვლება ჯონ მაკარტი, რომელმაც პირველად გამოიყენა ტერმინი ხელოვნური ინტელექტი და ამის გამო მას უწოდებენ AI-ის მამას და 1955-56 წლებში მეცნიერებმა შექმნეს პირველი AI პროგრამა, რომელსაც დამოუკიდებლად შეეძლო მათემატიკური თეორემების დამტკიცება. ამის შემდეგ უკვე იზრდებოდა რა თქმა უნდა ეს ხელოვნური ინტელექტი უფრო და უფრო მეტად იხვეწებოდა და დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტის სამი ფორმა არსებობს. ეს არის ვიწრო, ზოგადი და სუპერ AI. ვიწრო AI-ს რაც შეეხება, ეს არის დღევანდელი ჩვენი ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია კონცენტრირდეს მხოლოდ ერთ დავალებაზე. მაგალითად, დაწეროს ტექსტი, დააგენერიროს ფოტო ან ვიდეო, ითამაშოს სხვადასხვა თამაში და შექმნას პატარა მოკლე დავალებები. მაგრამ მას როგორც ადამიანს აზროვნება და თავისთვის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება ეგ არ შეუძლია. მეორე ეს არის ზოგადი AI, რომელზეც დღესდღეობით OpenAI, Google მუშაობს და რეალურად ამ AI-მ როცა შეიქმნება, უნდა შეძლოს ადამიანებით აზროვნება, უნდა გააჩნდეს ისევე ინტელექტი, როგორც ადამიანს გააჩნია და იმედია არ გვაჯობებს და ჩვენზემაც არ შეძლებს. და მესამე ეს არის Super AI, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ არის სამეცნიერო ფანტასტიკა და თეორია და თუ ოდესმე შეიქმნება, ის ერთად აღებულ კაცობრიობის ინტელექტს გადააჭერბებს და ალბათ იქნება ღმერთი, რომელიც შეძლებს იმედია ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას და არა რაღაც ბოროტებას არ ჩაიდენს. იმედია. რაც შეეხება ვიწრო AI-ს, რა თქმა უნდა დღესდღეობით მხოლოდ ეს არსებობს და ის გვხვდება სხვადასხვა პროგრამებში და სხვადასხვა აპლიკაციებში. მისი მთავარი ფორმები ყველასთვის საყვარელი ChatGPT, Claude, Gemini, Copilot, Llama, Perplexity, Grok, DeepSeek და რა თქმა უნდა ეს AI ჩაშენებულია სხვადასხვა აპლიკაციებში, ჩაშენებულია სხვადასხვა პროგრამებში და უკვე ბევრი დარგი იყენებს ამას. გვხვდება სოციალურ ქსელებში, YouTube, TikTok, თითქმის ყველა სოციალური ქსელი AI-ით არის დაპროგრამებული და AI გაწვდით ხოლმე ალგორითმით რა ვიდეოს ყურება გინდათ და რა შორტი გინდათ რომ ნახოთ. გვხვდება smartphone-ებში, iOS-ში, Android-ში და ბევრ ფუნქციას ასრულებს ნავიგაცია და მგზავრობები. ხელოვნური ინტელექტი გვხვდება Google Maps-ში, Waze-ში, Uber-ში, Bolt-ში და ასე შემდეგ კიდევ ბევრ პროგრამაში გვხვდება. ფოტო, ვიდეო დიზაინი გვხვდება როგორც Adobe Photoshop-ში, Canva-ში, CapCut-ში, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ იუთუბერები. ასევე ჩაშენებულია და მისი საშუალებით ხდება მუსიკის და ხმის დაგენერირება. განათლებაშიც აქტიურად იყენებენ, ეს არის Duolingo, DeepL, Google Translate, Grammarly და ასე შემდეგ. ასევე გვხვდება ყველაზე დიდ ონლაინ საშოპინგო აპლიკაციებში, როგორიცაა Amazon, Temu, AliExpress. თემა მეორე ეს არის რა შეუძლია AI-ს, ხელოვნური ინტელექტს ბევრი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ აქედან რამდენიმე გამოვარჩიე და ეს არის ტექსტის დამუშავება და გენერაცია. მეორე ეს არის ვიზუალური კონტენტის შექმნა, ხმის და მუსიკის დამუშავება, მონაცემთა პროგნოზირება და ანალიზი. AI ჩაპროგრამებულია ბევრ ტექნოლოგიაში და ასევე მას გამოიყენებენ ბევრ დარგში. მაგალითად, მანქანები ავიღოთ. Tesla full self-drive სისტემა, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია ადან ბ-პუნქტამდე ისე მიგიყვანოთ, რომ არც საჭე შეეხოთ და არც საფერხულებს დაადგათ ფეხი. მედიცინა, სადაც AI ჩაშენებულია MRT და CT აპარატებში და მისი დახმარებით 10-ჯერ უფრო სწრაფად შეიძლება აღმოვაჩინოთ სიმსივნო დასაწყის სტადიაში. ჭკვიანი სახლი, სადაც AI გვხვდება თითქმის ყველგან, არსებობს ჭკვიანი მაცივარი, ჭკვიანი ტვერსასრუტი, ჭკვიანი სარეცხი მანქანა და ასე შემდეგ კიდევ ბევრი რამ. სოფლის მეურნეობა, სადაც მის საშუალებით შეიძლება აღმოვაჩინოთ მცენარეზე არსებული დაავადება, მიხვდეს რის გამო არის დაავადებული და გვითხრას თუ როგორ უნდა უმკურნალოთ ამ მცენარეს.
და ბოლოს ფინანსები, ანუ ბევრ საბანკო სისტემაში არის ჩართული AI და თუ კი რამე საეჭვო ტრანზაქცია ხდება, AI აუქმებს მას ან საეჭვოდ აღიქვამს და გადაცემს უკვე ადმინისტრაციას ამ თემას. და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი გამოყენება აქვს მარკეტინგში, ანუ მისი საშუალებით ჩანაცვლა თითქმის მთელი მარკეტინგული სფერო რა. აღარავის აღარ ჭირდება არც მსახიობი, არც რაღაცა ვარსკვლავი რომ მიიყვანოს და თავისი პროდუქტი დაარეკლამოს. შეუძლია უბრალოდ კოდი დაუწეროს და რეკლამა გაუშვას რა. ჩვენ ჯერ ვერ ვიაზრებთ, მაგრამ ეს AI უკვე იმდენად შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში, რომ დილით რომ ვიღვიძებთ უკვე მასთან გვაქვს შეხება და ღამით უკვე ძილს რომ წყვეთ, უკვე მასთან ურთიერთობასაც წყვეთ. მაგრამ ღამეც აგძელებს ის ჩვენზე ზრუნვას თუ რაღაცა ჭკვიანი საათი გვიკეთია ხელს. ნუ ეხლა ჩვენ AI-ს ძალიან ცუდად ვიცნობთ რა, რაღაცა ჩვენი ხელოვნური ინტელექტთან კავშირი, რაღაცა ასოციაცია მოდის დაგენერირებული მუსიკები და რაღაცა უაზრობები, მაგრამ AI-ი რეალურად თავისი შექმნიდან მოყოლებული ბევრი კარგი რამ გააკეთა რა. ნუ პირველი ეს არის AlphaFold-ის პროგრამა, სადაც AI-მ მოახდინა 200 მილიონამდე მეტი ცილის 3D პროგნოზირება და ამის საშუალებით ბევრი წამალი და ვაქცინა შეიქმნა და მეცნიერებს დაუზოგა აწლეულის საქმე. მეორე ეს არის კიბოსა და ინსულტის ადრეული დეტექცია, უკვე გესაუბრეთ და გითხარით, ანუ ის ჩაშენებულია MRT და CAT აპარატებში, რომელიც ექიმებს საშუალებას აძლევს 10-ჯერ უფრო სწრაფად აღმოაჩინოს ადრეულ პერიოდში კიბოთს და ინსულტიც. მესამე ეს არის საჰაერო კატასტროფების და ავარიების თავიდან აცილება, ანუ უკვე მთელ ავიაციაში გამოიყენება AI. მეოთხე კლიმატის ცვლილება და სტიქიების თავიდან აცილება, ნუ წინასწარ შეუძლია გამოთვალოს სხვა სტიქი ან კატასტროფა და მისი საშუალებით შეგვიძლია ავირიდოთ ეს ყველაფერი, ან თავი მაინც გადავირჩინოთ ამ დროს. და ბოლოს ეს არის ისტორიული ტექსტების აღდგენა, ანუ AI-მ შეძლო ძველი შუმერული წარწერების აღდგენა, რომელიც მეცნიერებმა ვერ შეძლეს. ამან შეძლო და გააკეთა. და კიდევ ბევრ რაღაცას აკეთებს. ანუ ესე ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია, ხვდებით? ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. და არა მარტო მაგაზე ეხლა გადავალ და ეხლა ვილაპარაკებ რა და სუშიც მომიტანეს, შეკვეთილი მქონდა და ეხლა ავდგები და მაგრამ რა სავდგები, შარვალი არ მაცვია, ეხლა უცებ ერთი წამით. აი ესეთ სუშიც გამოვიძახე, თან ჭამოთ, თან ვისაუბროთ, ცოტაც გავერთოთ. ამის გარეშე არაფერიც არ გამოვა. აგვიმარჯოს. ძალიან გემრიელი. მოტანა დააგვიანეს და ეს ჯინჯერი და სოუსები მოუტანიათ 4-4 ცალი. რავი, არ ეწყინოს ალბათ აურამწარი, თუ რატო არ ვიცი. ეხლა კი დროა მესამე თემაზე გადავიდეთ და ეს არის ჩვენ როგორ ვიყენებთ AI-ს, რა თქმა უნდა ცუდად. აი ხო რა ჩამოვთვალე ეხლა მე. აურა, კაი სუში. რაც მე ჩამოვთვალე რა, რამდენი რაღაცა გაუკეთებია, რამდენი მიღწევა აქვს სხვა სფეროში და დარგში. და ჩვენ ხალხი რას ვაკეთებინებთ ამას? ქმნით რაღაცა უაზრო სიმღერებს, მუსიკებს, რომელიც უკვე თითქმის რესტორანებშიც კი ისმის, აი ყველა რესტორანში ისმის რა. ვაგენერირებთ უაზრო ვიდეოებს. უბრალოდ მაღიზიანებს, როცა ხდება მარკეტინგში, ანუ AI რეკლამა რომ ხდება, უბრალოდ სკროლავ რა, აღარც მაინტერესებს, იმის ყურება არ მინდა, იმიტომ რომ ჩემთვის რაღაცა უინტერესოა, ბევრად მირჩევნია ვიღაც საინტერესო პიროვნება იყოს, ვისაც ის სფერო ან ის დარგი ესმის და იმან დაარეკლამოს, ვიდრე რაღაცა AI შექმნილმა მოდელმა ან ვიღაცა ტიპმა, რომელიც უბრალოდ დაწერილი კოდია და მეტი არაფერი რა. მე ესე აღვიქვამ და ჩემზე ესე მოქმედებს და სხვა როგორ ფიქრობს არ ვიცი. მე რადგან ექიმი ვარ, ხშირად მაღიზიანებს ხელოვნური ინტელექტი, იმიტომ რომ პაციენტები ძირითადად მოდიან ხელოვნური ინტელექტის შეშინებით რა. ანუ ხელოვნურმა ინტელექტმა შეაშინა. აი ახალგაზრდები მაგალითად 25-30 წლისები ტკივილი გულკერტში რომ ექნებათ, ეგრევე ChatGPT-ს ხსნიან და ეკითხებიან რომ აი ეს ჩივილი მაქვს, ეს ჩივილი მაქვს, ეს ჩივილი მაქვს და ის მერე უკვე სიმპტომებს უწერს. და ადამიანის ფსიქიკა ისე მოწყობილი რომ რო გეკითხება ეს ხომ არ გტკივა, შენ დაძაბული ხარ და გეწყება ტკივილი. რეალურად არ გტკივა, მაგრამ შენი ფსიქიკა უკვე იმას ტკივილად აღიქვამს და აი როცა ეუბნები რომ გული მტკივა და ის გეკითხება ეს ტკივილი ხომ არ გადადის მარცხენა ზემო კიდურზე, შენ უკვე რაღაცა ხელს გაანძრევ და ვა, მგონი მტკივა. ეუბნები რომ კი მტკივა. ბედში ხომ არ გადადის, ან გულში ხომ არ
უკვე უკანაც ამჩნევ რომ გეტკინა ოფლმა ხომ არ დაგასხა და ანუ ამა რო გითხრა მართლა დაგასხა უკვე ოფლმა რა ანუ ემოციების ქვეშ ხარ და ნერვიულობ და მაგ ყველაფერს მოყვება ეს ყველაფერი თორე რეალურად არ გჭირს ეგ რა და ამით იმის თქმა მინდა რომ ყველა ვცდილობთ AI-ის საშუალებით ფული დავზოგოთ და მაგათ არ წავიდეთ ექიმთან ან სხვა დარგის პროფესიონალებთან რომ რეალურად აზრი ვკითხოთ და მათ ან მაგათად მივიდეთ ექიმთან და გავესინჯოთ ექიმს ან თუ რაღაცა სახს ვაშენებთ და რაღაცა არ მოგწონს ChatGPT-სკენ უნდა ვაჩვენოთ და კი არ დავუთხრათ რომ აი ახლა აქ რაღაცა კოჭი არ მომწონს და რა ვქნა და აი მის რჩევით მე შემდეგ შევცვალოთ შეიძლება ისეთი რამე მოხდეს რომ ის კოჭი საერთოდ ჩამოვარდეს ან მედიცინაშიც ისეთ რამე გირჩიოთ რომ შეიძლება პირიქით უარის გამოსავლამდე მიგიყვანოთ იმ მიზნით რომ ფული დავზოგოთ და არ მივიდეთ პროფესიონალებთან არ არის ეს გამართლებული იმიტომ რომ ის AI ზუსტად ვერ აღიქვამს დასმულ კითხვას, დასმულ პრობლემას და გამოსავალს რა თქმა უნდა ვერ გეტყვით. ნუ შედევრებს ვქნით, რა თქმა უნდა, საქართველოში ახლა მე ინფორმაციას რო ვიძიებდი AI-ზე, YouTube-ზე კლიპები ვნახე და მუსიკები ვნახე, მილიონობით ნახვა. რა თქმა უნდა, შედევრები შეგიქმნიათ რა, მაგრამ ნუ ეს დაწერილი კოდია და მეტი არაფერი რა. ანუ ოფლი არ დაღვრილა იმ საქმეში. მუსიკა ისე შეიქმნა, რომ ოფლი არ არის დაღვრილი. და ეგ მე ძალიან მაღიზიანებს და ძალიან არ მომწონს ეგეთი რაღაცა. კიდევ ადრე შემხვდა ესეთი რაღაცა რომ თითქოს რუსეთმა აიღო კიევი და ხალხი ვეღარ არჩევდა ეს სიმართლე იყო თუ ტყუილი. ანუ ჯარისკაცები, რუსი ჯარისკაცები შედიოდნენ კიევში და კიევი აიღეს და всё უკრაინა დაეცა. ძალიან კაია. ეს შავი კაია. ამ ვაირალ თემებით ცდილობენ ნახვები მოიპოვონ, რაღაც კონტენტი გაუშვან, მაგრამ რეალურად მაგ თემამ რაღაცა ერთჯერადად ნახვები მოგიტანა, ხალხი დაინტერესდა, მაგრამ 2-3 ვიდეოს მერე უკვე ეს კონტენტი ხალხს წინდება და აღარ აინტერესებს რა. და ამ მესამე თემაში საბოლოოდ ის მინდა ვთქვა, რომ ანუ AI-ის საშუალებით ვცდილობთ მარტივად გავიდეთ ფონს. რა თქმა უნდა, მეც ვიყენებ AI-ს, მეც ხშირად ვიყენებ როგორც ჩემ ვიდეოებში და YouTube-თან დაკავშირებით ხშირად გამომიყენებია, იმიტომ რომ ფინანსურად ბევრ თანხას მიზოგავს. მაგალითად, მე რაღაცას სიტყვაზე მჭირდება 500 ლარი, შემიძლია აქ AI-ში გავაკეთო $20, $30 და ეს რა თქმა უნდა კარგია. რა თქმა უნდა, AI უნდა გამოვიყენოთ და ბევრ საქმეს გვიზოგავს და გვიმარტივებს. და ამ შემთხვევაში ძალიან კარგია, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება ისეთ რაღაცას, როგორც არის სიტყვაზე ჩვენი ჯანმრთელობა, რაღაც მშენებლობის შენება, ან რაღაცა ისეთი დარგი ან ისეთი რაღაც საქმე, რომლის გაფუჭებამაც შეიძლება დიდი პასუხისმგებლობა დააყენოს, ამიტომ ჯობია იმ სფეროში და იმ საქმეში მივმართოთ პროფესიონალებს და არა AI-ს რა. ავიღოთ AI-სგან რჩევა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაწყვიტოს პროფესიონალებმა. იმ ხალხმა, ვისაც შეუძლია ამ სფეროზე ან ამ საკითხზე აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა რა. სანამ მეოთხე თემაზე გადავალ, მანამდე ცოტა სურს დავიმატებ კიდე და ეს ყოფილა მე არ ვიცოდი რამდენიმე თვის უკან გავიგე. ერთი სურს რომ დააგემოვნებ და შემდეგ მეორეს დაგემოვნება გინდა, შუალედში ეს უნდა ჭამო. ანუ გემოს რეცეპტორებს ასუფთავებს და შემდეგ უკვე ახალ სურს ახალი გემოთი აღიქვამ რა. ჯობია გადავიდეთ თემა ნომერ 4-ზე. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება AI-ის მიმართ. ანუ ჩვენ როგორ აღვიქვამთ მას. თითქმის ეს თემა არის ჩემი ვიდეოს მთავარი სათქმელი. და აქ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ხალხს გვიჭირს გავარჩიოთ რეალური არარეალურისგან, მაგრამ ისეთი არარეალურისგან მაინც უნდა გავარჩიოთ, რომელიც შეუძლებელია. ბევრჯერ მქონია შემთხვევა ისეთი, რომ სადმე ხალხში რო ვარ, ეუბნებიან ხოლმე, დედა ეს რა საოცრება, ეს რა სასწაულია შეხედეო და მანახებენ კატის თავი როგორ ადგამს თუთიყუ შტანზე. ნეტა ამის ნერგს ადვიშოვი და მაჩვენებს ტყემლის ხეს, რომელიც ყვავილობს მაგნოლიის ყვავილით და
ანუ რაღაცა ძალიან აბსურდებში გადადიან რა. მაგრამ ყველაზე დიდი დანაშაული რაც არის, ჩემი აზრით ეს არის AI მუსიკის შექმნა, ან AI სიმღერის შექმნა, რა AI სიმღერა და ჩვენი დამოკიდებულება AI სიმღერასთან. სხვა სიმღერა არსებობს და მუსიკა მისი შექმნილი, ბოლოს უკვე გაჰიტდა ეს გული ბუმ 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 ფეთქავს. ამ ყველაფრის ფონზე მე უკვე ეს რო დაგენერირდა ეს მუსიკები, რესტორნებში ისმის უკვე ხელოვნება, ხალხის ნაწვალები, რაც წლები უშრომია თუ წვალიათ უკვე გვერდზე ჩაწია და ძალიან ცუდია რა. ფასი რო აქვს იმას, სადაც ოფლი არ დაღვრილა და ყველანაირი ნაშრომი უკვე უფასურდება, ეს უკვე ძალიან ცუდია. და არ უნდა მოხდეს ესე რა. მანამდე კიდე ერთ სუშის დავაგემოვნებ. ნუ YouTube-ზე შევედი, ვიპოვ ერთ-ერთი AI დაგენერირებული საკმაოდ ცნობილი სიმღერა, რომელსაც ესე იგი თავისი მომღერალი ყავს რა, შექმნილი ადამიანია, რომელიც არ არის რეალური, არ არსებობს ეს ადამიანი და ხალხი ამ ადამიანზე გიждდება რა და უწერენ კომენტარებს და კომენტარები არის კატასტროფა რა. ეს წითელი ძალიან ცუდი გაკეთებული აქვს რა, იშლება. ეხლა მე ამ კომენტარებს წავიკითხავ. ნუ ეხლა ამ კომენტარებს დასაწყისში თვითონ არხის წერია სახელი ვისიც არის და პირობითაც სხვას ვიტყვი რა, მაგალითად ბადრი. ბადრი, ჩემო უნიჭიერეს ადამიანი ხართ. ბადნიერებას და სიხარულს ასხივებთ. თქვენ რომ გისმენთ, გული სიყვარულით ივსება, ბულბულივით კბილი ხმა გაქვთ, უფლის წყალობა არ მოგაკლოს თქვენს ლამაზ ოჯახთან ერთად. რავი, ანსად ისნობს მის ოჯახს. ეს გონია, ეს გოგო გონია რა, ეს მომღერალი გონია, რომ რავი, ალბათ რეალურია. მეორე კომენტარი, რა კარგი სიმღერაა და რა კარგი მომღერალი ხარ. უფალმა დაგლოცოს ჯავრთელი და ბედნიერი გამყოფოს და სულ ლამაზი სიმღერებით. შესანიშნავი სიმღერა, კარგი შესრულება, ულამაზესი მომღერალი. ნუ AI-მ შექმნა ულამაზესი მომღერალი რა. ნუ რუსულად წერენ, ზოგი ეს ახლა სომხურად იყო დაწერილი და მე მევათარგმნე. რუსულადაც წერენ კლასნაია პესნიაი პევიცა კლასნაიაო. ესეც მომღერალზე ამბობს, შესანიშნავი მომღერალიაო. უკარგესი გოგო ხარ, შენი ფანი ვარო. ძალიან კაი გოგო, კაი გოგო ამარ. ჟანა გოგო, დიდი მოკითხვა სომხეთიდან. იხარე დაო ძალიან ძვირფასი ხარ, ძალიან ლამაზი ხმა გაქვს. ოჩენ კრასივაია ძეოჩკაო. აგერ ვიღაცას ანგელოზი უწერია და ბევრი გული აქვს ასპანული. რა კარგი სიმღერაა, რა ლამაზი და საყვარელი ხარ გულები. როგორი კარგი ადამიანი არისო მომღერალზე ამბობს და გულებს უსპამობს. მაბოდებს საოცარი შესრულება, საოცარი სიტყვები, საოცარი ხმა, არ ვიცი რა ვთქვა. რა კარგად მგერი ბაბუ, მაგარი ხარ, როგორც გოგო, ასევე მომღერალი გაიხარე. ხალხო არ არსებობს ეს გოგო, არ არსებობს. ან როცა იტვირთება YouTube-ზე ასეთი ვიდეო, დააწერეთ რომ არ არსებობს ეს გოგო. ხალხს შეუყვარდა ეს გოგო და რეალურად არ არსებობს, არავინ არ არის ეს. აგერ ულამაზესი და გულები. ესეა რა. ესეც AI. რაღაც ადამიანი შექმნა, რომელიც რეალურად არ არსებობს. ხალხს ეს გოგო შეუყვარდა, ზოგი მასთან შეხვედრასაც ოცნებობს, ზოგი ოჯახს ულოცავს. უფლის ფარველობას უსურვებს და ჯანმრთელობას, ანუ კოდს, ხალხო წარმოგიდგენიათ კოდს. უნდა დაეწეროს, რომ ეს ადამიანი არ არსებობს და არის გამოგონილი. მე დარწმუნებული ვარ, ახლა ბევრი მათგანისთვის ტრავმა შეიძლება იყოს ეს, რო გაიგოს, რომ რეალურად ეს არ არსებობს. აი ეს დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ AI-სთან. კოდია დაწერილი, ტექსტია დაწერილი, AI იმღერა, კლიპში ჩასვა ერთი ადამიანი, დააგენერირა და აატვირთეს და აქ მილიონობით ნახვა. დაღვრილი ოფლი, წვალება და ყველაფერი, ამასთან არაფერი აღარ არის. ხვდებით? გაუფასურდა. ვიცი რომ ერთი პერიოდი YouTube-მა მოიწერა კიდევაც, რომ რაც იქნებოდა AI დაგენერირებული, მონეტიზაცია გაეთიშებოდა, მაგრამ ხალხი იმდენად არის დამოკიდებული ამ AI ვიდეოებზე, რომ ჩათვალე რომ ნუ ხალხს მოწონს და წერს ეს მონეტიზაციით ფულს და მოდი რაღაცა ვატკინო გული იმ პროგრამის და აი ტვირთოს და იყოს მასაც ხონდეს სარგებელი მონეტიზაციიდან და მეც წავიღებ ჩემ ფულს. ეს მინდოდა მეთქვა თემა ნომერ 4-ზე. და თემა ნომერი 5. თემა ნომერი 5 არის რა მომატყუა AI.
სხვადასხვა სამ თემა ნომერ 5-ზე საუბარს დავიწყებ. მინდა აღვნიშნო რომ რაც მე კრეატორობა დავიწყე, ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩემ საქმიანობაში ხელოვნურ ინტელექტს. რასაც გეგმა ვიდეოს რაღაცებს, თემებს ვეუბნები, ამ თემებს მინახავს, რომ მე არ დამავიწყეს რაღაცა, შემახსენებს ხოლმე და შემდეგ უკვე ედიტში, ილუსტრაციებში და რაღაცებში აქტიურად ვიყენებ. ვიყენებ რა, ხო არ ვქნი მე ხელოვნურ ინტელექტით, ხო არ ვქნი ვიდეოს და ისე ხო არ ვდებ და ვარ ვიდეოში და ისე ვაკეთებ და აქტიურად ვიყენებ და ისევე როგორც თქვენი, ჩემიც ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილია რა ეს ხელოვნური ინტელექტი. ეხლა როგორ დაიწყო ამბავი თუ როგორ მომატყვა ხელოვნურმა ინტელექტმა კერძოდ ChatGPT. სოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო. მაგ დღეს მე გადავიღე თუ არ ვცდები საბადურის ვიდეო და შემდეგ უკვე ღამით ისეთი გრაფიკი მაქვს რომ როგორც კი ვიღებ ვიდეოს მე თუ არ დავახარისხე კომპიუტერში დრო არ მაქვს იმიტომ რომ მე უკვე სამსახურში მივდივარ და იმ ღამით ვიდეოებს ვახარისხებდი ამ ვიდეოს დახარისხებაში ფინალს ვეღარ ვუყურე რა დილით ახლა რაღაცა ხო უნდა მწოდნო და ვინ გახდა მსოფლიო ჩემპიონი პატარა ის არ არის რა მოვლენა და ChatGPT-ს მივწერა ვინ გახდა მსოფლიო ჩემპიონი მეთქი ვინ მოიგო თქვა და აგიკვირდებათ და ChatGPT მომწერა მსოფლიო ჩემპიონი გახდა არგენტინამ ძირითად დროში ითამაშა ფრე და შემდეგ უკვე დამატებითი დროშიც გოლი ვეღარ გაიტანა და პენლებში არგენტინამ გაიმარჯვა და გახდა ჩემპიონი. ვა, მეთქი, ანუ მე ბავშვობიდან მოყოლებული მესის ფანი ვარ და ვა, მეთქი რა ძალიან მაგარია. ანუ მესიმ ისტორია დაწერა თქო, ხო და კიო, აბა რაო, ანუ კოპა ამერიკა 2-ო, მსოფლიო ჩემპიონატი 2-ო, 20-22, 20-26-ო. მე ამდენი ბურთი, იმდენი ბურთი რაღაცეები ჩამოთვალა და გამიხარდა რა არგენტინის მოგება და მიხარია რა და სამსახურში მივდივარ დილით და თანამშრომლებს ვეუბნები რომ მეთქი მესი გუათია რაღაცა ისტორია დაწერა მაგას ვეღარ გაიმეორებს რა ისტორია დაწერაო რა სამბობო და მეთქი მსოფლიო ჩემპიონი ხო არა რა მსოფლიო ჩემპიონატი რა მსოფლიო ჩემპიონი გახდაო ესპანეთმა მოიგო დამატებითებშიო გოლი გაიტანისო და 1-0 დამთავრდაო და აი აქ ამივიდა იმენა რა მეთქი ამის დედავატირე თქო და ეგრევე შევედი ChatGPT-ს დავაყარე შეასეთო შეისეთო მეთქი როგორ გაბედე თქო და შემეშალაო რაღაცაო ინფორმაცია სწორად ვერ მოვიძიეო ისაო ეს მიედო მოედო არ იყო ეს პირველი შემთხვევა რა რაც გააკეთა Tesla-ს აქვს ასეთი ფუნქცია რა Tesla-ს OBD-ზე ვერ შეაერთებთ რა დიაგნოსტიკას ვერ გაატარებთ თავისი ეკრანი აქვს ეკრანში სერვის მოუჩი გადადიხარ და ყველაფერს გიწერს. და ამ შემთხვევაში ხა ვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს, რა კი თარგმნი ყველაფერს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი ის რა ნაწილია, ეს რა ნაწილია და მას ვეკითხები და ესაც მეუბნება, მაგრამ რაღაცის შეცვლა რომ მინდა და გავაკეთო მანქანაში, ტყუილს მეუბნება, მაგრამ მაჯერებს იმ ტყუილს, არა, იქ უნდა შეხვიდე, იქ და რო შევდივარ, არავით აღარ არის, ესაც მეუბნება, რომ ამას დააწერქიო, არ არის, ღილაკი სიტყვაზე იქ არ არის. დარწმუნებით იძახის და ამით იმის თქმა მინდა რომ როცა ესეთი მარტივი უმარტივესი რაღაცა მომატყვა ან შეეშალა და ვერ გააკეთა რამდენი მოუტყუები ვარ ისეთში სადაც მე არაკომპეტენტური ვიყავი და არ ვიცოდი იქ მატყუებს თუ არ მატყუებს ამიტომ ნუენდობით ხელოვნურ ინტელექტს მე ამის თქმა მინდა კითხეთ ბევრი რამე დაეკითხეთ გაარკვიეთ შეიძლება მარტივ რაღაცეებს დაგეხმაროთ აი უმარტივეში მომატყვა თქვენ რაღაცა სახს აშენებთ იმ დღეს ნახე 5000 ლარი მივეციო იმასო ინტერიერის დიზაინერსო და აგერო ChatGPT-მო იმაში დამიწერაო 5 წუთში დამიწერა უკაპიკოდ არ არის ეგ სწორი არა ChatGPT არ არის პასუხისმგებელი მაგ პროექტზე ის პასუხისმგებელია ის არქიტექტორი იმ პროექტზე და მაგაში იღებს იმპულს არ იცი სამან მე ინტერიერის დიზაინერიც ვარ და დამირენდერებია ხელოვნური ინტელექტის მიერ სხვა ფოტოები უბრალოდ ჩემი მოწმებია რომ აი მე რომ ამდენ ვწვალობ და ეს რო 5 წუთში აკეთებს აი რა სხვაობა გვაქვს ჩვენ ერთმანეთს შორის და კი გაუკეთებია ბევრი რენდერი ლამაზი რენდერი მოუცია მაგრამ რეალურად რო დაუკვირდები იქ სტანდარტებში არაფერი არ არის სტანდარტები არ არის გატყუებს ან თვალით გატყუებს თვალს მოწონს ვა ნახე მე იმას 5000 ლარი მივეცი ამან უფასოდ რა ლამაზი რაღაცა გამიკეთა და შენ ამდროს ტყუვდები რა არაფერი არ გაგიკეთა დაგიხატა ლამაზად მოგცა ლამაზად მაგრამ რომ მიდგება საქმეზე და დაიწყებ გაკეთებას გეტყვის ხელოსანი რომ არა ეს არ გამოდის ის არ გამოდის ეს ასე და რეალურად აღმოჩნდება რომ აი ჯობდა იმისთვის ის 5000 ლარი ბოლომდე მიგეცა გაგეგრძელებია საქმე და თუ რამე არ გამოვიდო და ის იყო მე პასუხისმგებელი ამაზე მაგრამ ხელოვნური ინტელექტი გეტყვის იმას რომ ბოდიში შემეშალა არ უნდა გამეკეთებინა მოდი ახლა შევცვალ მაგრამ ახლა რაღაც შეცვლი ვეღარ შეცვლი უკვე გაკეთებული საქმე ასე რომ ესია ჩემო მეგობრებო ბოლოს მინდა ამ ყველაფრით მინდოდა იმისი თქმა რომ ვერანაირი ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაგვანაცვლებს ჯერ არც არის ესეთი ხელოვნური ინტელექტი შექმნილი რომელიც რაღაცას უნდა წარმოადგენდეს ეს არის უბრალოდ
ანალიზი ინფორმაციის რისი მოძიებაც შეუძლია მსოფლიოს მასშტაბით და იმის ანალიზსაც კიდე წესიერ ვერ აკეთებს და იტყუება და ამოტყუებაში თვითონაც სარგებელი აქვს პროექტის შემქმნელს და ხელოვნურ ინტელექტს არ აინტერესებს თუ მოგატყუებს ერთ ბოდიშს გეტყვის მაპატიეო და დამთავრდა. იმისთვის არც მორალია, არც ზნეობაა და არაფერი არ არის. ანუ ის მაგით რაღაცას არ იდარდებს საერთოდ, იმიტომ კოდია, მეტი არაფერი არ არის. ენდეთ საკუთარ თავს იყავით საკუთარი თავისი მედად, კითხეთ, მაგრამ შეამოწმეთ რა. როგორც რუსებმა იციან, ენდეთ, მაგრამ შეამოწმეთ. ესეთ რაღაცა უნდა გააკეთოთ. მოგცემს რამე თემას, დაგიმუშავებს, გაგიკეთებს, გადაამოწმეთ. მიდით იმ საქმის პროფესიონალთ. გიყვარდათ რეალური, გაარჩიათ რეალური ტყუილისგან. და კიდე იმის მამინდოდა რომ ნუ მიცემთ საშუალებას გამოგიყენოთ და თქვენით იმანიპულიროს. მეგობრებო, მადლობა რომ მიყურებდით, ჩემთან ერთად იყავით. მე ომარი ვარ, ეს Wild Dogs-ის არხია. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება, არხის გამოწერა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.